შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პირადმა ფილოსოფოსმა ტრამპზე თავდასხმას მწვანე შუქი აუნთო, ამის შემდგომ უკვე ქართული ოცნების რიგითებით შედარებით უფრო გულწრფელად გვესაუბრებიან მათ დამოკიდებულებებზე და ნაწილი მათგანი არის უკმაყოფილო დონალდ ტრამპის ნაბიჯებით, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი არის ირაკლი ზარქუა, რომელმაც დღეს გითხრა, რომ ის ტრამპის მმართველობის 10 თვის თავზე მისგან ბევრად უფრო მეცელოდა. დელობა აქვს, უჭირს ფაქტია. უჭირს? ხო, რა გითხრა, თავიდან დიდი შემართებით დაიწყო. ძალიან მოტივირებული იყო, მაგრამ რაღაც ბოლო მომენტში თითქოს ცოტა შეფერხდა. არ ვიცი, ეს რეალური ბრძოლა არის თუ უბრალოდ მიდის რებრენდინგი, ეს ამას ვნახავთ უახლოეს პერიოდში. ორი ვარიანტია. ან ეს რებრენდინგს უკავშირდებოდა და ამით, იმიტომ რომ არ გაამართლა იმ სიგიჟემ, რაც მოდიოდა აი ამ მემარცხენე ლიბერალების, ფსევდოლიბერალ ფაშისტებისგან რა ფაქტიურად და ეხლა ესეთი შემოიტანეს, რომ აი მებრძოლი აი ამ სიგიჟეებთან. კარგად დაიწყო, მაგრამ რატო გაჩერდა ვერ ხვდები და ესე იგი გაჩერდა თუ რეალურად რებრენდინგი იყო, ამას ცოტა ხანში ვნახავ. ჩემთვის კითხვები არსებობს. საქართველოსთანაც არ შეცვლილა პრინციპში დამოკიდებულება. როგორ არა? ისევ სანქცირებულია სტრატეგიული პარტნიორობა არა. არა, ჩვენთვის კარგი ის იყო, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ეს ნაკადი მოგვაშორა. ხათო ვერა. ბრძოლობს და ამარცხებს. როგორ ბრძოლობს? რას ნიშნავს? ერთი წელი გავიდა და აი ესეთი, მოხედავ როგორი ძლიერები არის, ერთი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ ხო და იცით რა მაინდა? აუცილებლად დამარცხდება. ჩათირიშვილი ამბობს, რომ თავად არის ტრამპი დიპსტეიტის წარმომადგენელი და თქვენ რა? არიზიარებ ჩათირიშვილი ფიქრობს, რომ ტრამპი თავად არის დიპსტეიტის წარმომადგენელი სინამდვილეში. დიპსტეიტი საერთოდ ჯამში დამარცხდება, ადრე თუ გვიან აუცილებლად. დამარცხებს ბატონო ბეჟანი. რას ნიშნავს ივანიშვილის გარემოწვის ასეთი ღია შეტევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე? ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ვერც ახალ ადმინისტრაციასთან დალაგდა და ახლა უკვე ნელ-ნელა ველს ამზადებენ, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციისგანაც მტრის ხატი შექმნან. მგონია რომ ჩაჩირიშვილის ეს წერილი შიდა მოხმარებისთვის არის მხოლოდ ქართული ოცნება ელაპარაკება თავის ამორჩეველს ის რომ როგორც ევროპა არის მიუღებელი მათ ისევე ამერიკა არის მიუღებელი ანუ ალტერნატივა ერთადერთი რჩება მხოლოდ ივანიშვილის მიღმა დასავლეთი არის უფუნქციო ან ემორჩილება დიპსტეიტს ან არის ბიუროკრატიული სისტემა რომელსაც არ არის სარგებელი მოტანა შეუძლია უფრო მგონია რომ ამის ველის მომზადება არის რომ დასავლეთი მთლიანად დისკრედიტაცია მოიცვას და ალტერნატივად გქონდეს ერთადერთი რაც ჩვენ ნახეთ კობახიძის აშხაბადში ვიზიტის დროს. ივანიშვილის კარის ფილოსოფიის მხრიდან ტრამპის დიპსტეიტად მოხსენება სულ ხშირად ხდება, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველო არის ერთადერთი რეგიონში, რომელსაც შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია არ ესაუბრება. ამ შემთხვევაში თუ საბოლოოდ გადაეწურებათ მათ იმედი იმ ფონზე რაც ხდება დღეს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ბოლო ტრამპსაც უკვე ივანიშვილი გამოაცხადებს დიპსტეიტად და ამოეწურება საბოლოო იმედი რაიმე ტიპის კომუნიკაციის მიუხედავად იმისა, რომ ყავლაშვილი დღემდე ელოდება პრეზიდენტ ტრამპის ზარს. დიპსტეიტის და ოლიგარქიული ოჯახების მიერ მართული, ასე ხედავს ივანიშვილის გარემოცვა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტს. დღეს ძალიან ღია შეტევა ვნახეთ დონალდ ტრამპზე და ის ივანიშვილის პირადმა ფილოსოფოსმა დაადანაშაულა ყალბ ბრძოლაში დიპსტეიტის წინააღმდეგ.